ძალიან მალე ოქტომბრის თვეში ჩემი მსმენელი ჩემს ახალ სიმღერას უნდა ელოდოს ჩემგან. სიმღერას ერქმება, მოდი სახელს გავარქმევ, It's over, დასრულდება. ანუ დასრულდა. ეს არის რაღაცა ეტაპის დასასრული ჩემს ცხოვრებაში, რომელი ეტაპის შემდეგაც რაღაცა სხვა გავხდი თუ არა, უბრალოდ ისე ვიქ დაუბრუნდი, საიდანაც ამ ეტაპში ჩავერთე და ერთ სიტყვით ეს არის გაურკვევლობაში მყოფი ადამიანის პოზიცია, რომელიც აი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეგეთი მომენტი, როცა ხვდები, რომ უბრალოდ უნდა დასვა წერტილი და უნდა დამთავრდეს. ეს ყველაფერი ხო პირადს ეხება, იმიტომ რომ პირადის გარეშე არაფერი არ იწერება და არ ხდება რა. და ჩემი აზრით ადამიანი ზოგადად ძალიან ისეთ სტრესში უნდა ჩააგდო, თუ გინდა რომ იქიდან ცოტა სხვა ადამიანი გამოვიდეს. სხვათა შორის, როცა სიმღერას ვწერ, მაშინ ვამთავრებ ყველაფერს. აი სიმღერა არის ჩემი სათქმელი. პირში არ შემიძლია ადამიანს რომ რაღაცა უთხრა. აქამდე არ შემეძლოდა, ეხლა ჯერჯერობით არ დამჭირვებია, მაგრამ სიმღერა არის ჩემთვის ის გზა, რომლითაც ვამბობ სათქმელს. It's over-ის დაწერიდან დაისვა წერტილი ყველაფერს. აი ეს არის, ეს სიმღერა თითქოს აი ძალიან ნათლად გადმოცემს ყველაფერს, რაც იყო რა, იქ მაქვს ესეთი ტექსტი, ეხლა ქართულად ვიტყვი რა, ეხლა ამ ყველაფერზე მეცინება, შენ ხარ დიდი ბავშვი და მე აღარ ვარ დედა შენი. აი ესეთი ტექსტი მაქვს, სწავლობ ინგლისურად.